მოკლედ ჩვენ გასულ შეხვედრაზე ვილაპარაკეთ ბრძანდა. გასულ შეხვედრაზე ვილაპარაკეთ ისააკის ქორწინების შესახებ საკმაოდ ვრცელი თავი იყო იქ ნახეთ ელიაზარის ჩასვლა აბრაამის ნათესავებთან მისი ძმის შვილი რებეკა რომელიც გამოიყვანა ელიაზარმა ისააკისთვის რომელიც ისააკს შეუყვარდა და განუხარვაო მასო ის წუხარება რომელიც მას სარას გამოჰქონდა იმიტომ რომ სარა გახლავთ გარდაცვლილი და ძალიან განცდიდა ამას ისააკ. ბატონო კი ჩვენ ცარცე არა გვაქვს მე რაღაცები დაწერა შეიძლება დამჭირდეს ეს იგი არ გიამიცის აქ მომდამბის და ამისი 25 თავი წესით ეხლა ლოგიკის მიხედვით რომ გაყვეთ კი არ გაინახავს ცოტა ძიჭი 25 თავი ლოგიკის მიხედვით თუ წაყვები ადამიანი რა უნდა იყოს იცით აბრაამის გარდაცვალება ხო მართალია ამოწურა ამ კაცმა თავისი მისია რაც ღმერთმა უთხრა შვილი ყავს ახმული შვილი თუმცა კი სხვა შვილიც ყავს ამის მერე ვნახავთ ჩვენ რომ ცოლიც მოიყვანა იმან რა უნდა კრას აქ აბრაამი რამდენი წლის არის 100 წლის იყო ისააკი რო შეეძინა და 40 წლის იყო ისააკი ცოლი რომ მოიყვანა ანუ 140 წლის არის უკვე აი რა უნდა გავაკეთოთ ეხლა მეტი მაგრამ აბსოლუტურად სხვა რამეს ვიყვება 25 თავი დაბადების წიგნისა და ვნახოთ რა ვიყვება კიდევ ვითხოვა აბრაამმა ცოლი აი ესე იწყება ჩვენ მივხედავთ იმისა რაღაცებზე ვფიქრობთ რომ ლოგიკურად ეს ასე უნდა იყოს ლოგიკა ბიბლიასთან და ღმერთთან მიმართებაში კაცური და ადამიანური ლოგიკა ჩვენ არ გამოგვადგება სხვა რამეზე უნდა დავამახვილოთ ყურადღება კიდევ ვითხოვა აბრაამმა ცოლი სახელად ქეტურა ესე ეძახიან ამ ქალბატონს თუმცა კი მინდა გითხრათ რომ წმინდა მამათა გარდამოცემის მიხედვით ეს არის აგარი ქეტურა უბრალოდ მისი მეორე შეცვლილი სახელია აგარი გახსოვთ ვინ არის აგარი გახსოვთ მისი მხევარი რომელიცგანაც მას შვილი შეეძინა ისმაელი ამიტომაც მაშინ იყო მიღებული რომ რამდენიმე სახელი ქმნობდა ადამიანს და ეს იყო რაღაცა ხალხური გადმოცემის მიხედვით იცით ჩვენ ეს ამბავი რომ როდესაც ისინი გადადიოდნენ სხვა ადგილს ტერიტორიას იცვლიდნენ საცხოვრებელს ამ შემთხვევაში სახელსაც იცვლიდნენ ხოლმე ეს შემთხვევაში თითქოს ადამიანი ახალი კაცი უნდა დაბადებული იყო ამ დროსაც ცდილობდნენ რომ სახელი შეეცვალა სხვათა შორის ეს საქართველოში ძალიან მიღებული ფორმა არის რომ კაცს რამდენიმე სახელი ერქვას სამეგრელოში განსაკუთრებით თაში საქართველოს მთიან რეგიონში ადამიანს რამდენიმე სახელს არქმევენ იცით რატო არქმევენ მიზეზები რა არის ხალხური ახსნა ამისა რა თქმა უნდა არა ეკლესიური ხალხური ახსნა ამისა გახავთ ის რომ ერთი სახელი აქვს მას რასაც დაარქმევენ და მშობლებმა უნდა დაუძახონ და ოჯახის წევრებმა უნდა მიმართონ მეორე სახელი უნდა იყოს აუცილებლად ტიკუნი ანუ მოფერებითი სახელი მაგალითად თუქვია აკაკი კაკოსაც დაუძახებენ იმან ეს მოფერებითი სახელია მოგესალმებათ იმიტომ რომ ლიტერატურის ფორმა აკაკია და არაკაკო ამის შემდგომ უნდა კონდეს ნათლობის სახელი რომელიც შეიძლება აბსოლუტურად სხვა იყო და უნდა კონდეს ერთი სახელი გასაიდუმლოებული სახელი ქვია რომ თითქოს ბოროტმა არ გაიგოს სინამდვილეში ეს ვინ არის რაღაცა ხალხური წარმოდგენა არის ამიტომ ეს ჩვენ არ გვიგვირს ახლა აქ ეს ამბავი რომ მაშინ ახლა ქეთურაც ხმეოდა იმიტომ რომ ასეთი რამ საქართველოში მიღებული მათ შორის თაშია განსაკუთრებულად მიღებული ცხოველების სახელებს არის ვეფხია მგელიკა და ასე შემდგომ იმიტომ რომ ძველ ქართულში კი არის ეს ხალხური იმიდან რომ თითქოს ბოროტება მას რაღაცნაირად ვერ შეეძლო ანუ ეს ადამიანი არ არის ბოროტე არ დაიტაკოსოს ხოლოს ვეფხლანას რაფია ღიებს ადრე დაინაკოს ბოროტე და დაახლოებით ისე წარმოდგენა უშვა ქალმა ამის შემდეგ ნახეთ აბრაამის ამბავი როგორ გრძელდება სახელად ქეტურა ანუ იგივე აგარი როგორც უკვე მოგილაპარაკეთ ამ მოგზანდით ბატონო თუ გაინტერესებს უშვა ქალმა ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი 6 შვილი შეეძინა კიდე აბრაამს მინიმუმ 140 წლის უნდა ყოფილიყო აბრაამი რატომ გეტყვით 127 წლისა იყო დაახლოებით ისააკი, როდესაც ცხოველის შესაწირად წაიყვანა. და რომ ჩამოვიდნენ იქიდან სარა მაშინვე გარდაიცვალა. ჯულის მიხედვით უნდა იგლოვოს 1 წელი.
1 წლის განმავლობაში დაქორწინების უფლება არ აქვს. 1 წლის შემდეგ ქვრივს შეუძლია რომ დაქორწინდეს. ეს თანამედროვე ჯგუფშიც ასე არის. 1 წელი უფლება არ აქვს ქორწინებისა, მაგრამ 1 წლის შემდეგ ნებისმიერი ქვრივი ეკლესია აძლევს უფლებას რომ დაქორწინდეს. უკვე პავლე მოციქული პირდაპირ განაჩინებს. უმჯობესია იქორწინოს ვიდრე განხურდეს. რას ნიშნავს განხურდეს? ანუ რაღაცა ნებებში ჩავარდეს და შეიძლება უფრო დიდ ცოდვაშიც კი ბრუშობა ან სიძვარო. აქედან გამომდინარე, ქვრივს ნებადართული აქვს რომ მოიყვანოს სული ან განხურდეს არ არის. იაკშანი ნახოთ ეს მესამე შვილია. შეეძინა შება და დედანი, დედანის შვილები იყვნენ აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმიში. ნახეთ რატო არის ჩამოთვლილი ცით რომ როგორ მრავლდება აბრაამის ეს, თუმცა კი ნახოთ რატომ არიან ჩამოთვლილი. მადიანის შვილები იყვნენ გეფა, ეფერი, ხანოქი, აბიდაკი, ელდაღა, ყველანი ესენი კეტურას შვილები იყვნენ. რატო წერია ასეთ საოცარი ამბავი? კეტურას შვილები იყვნენ. ჯერ წერია რომ ეს კეტურასგან შეეძინა, მერე იმათი შვილებია ჩამონათვალი და კეტურას შვილები იყვნენ, ახლა წერია, კეტურას შვილები კი არ არის, შვილიშვილები არის. რაში არის აქ საქმე? აი ამ შვილებმა აბრაამს არ დაუჯერეს და მოიყვანეს ქანაანელი ქალები. და ქანაანელი ქალები წარმართები იყვნენ. და კეტურა აბრაამის მორჩილი იყო. ამიტომ ის თავის ძლებს არ ენდობოდა შვილების აღზრდაში და ბებიას რდიდა ამ შვილებს. უნდოდა რომ მაქსიმალურად ჯულთან ახლოს ყოფილიყო. ნუ მაინც ეთქობა თავიანთი დედების გავლენა ძალიან ბევრი იყო, თუმცა კი ეს რომ კეტურას შვილები იყვნენ, სწორედ ამას მიგანიშნა. და ნახეთ მეხუთე მუხლი როგორ არის, მისცა აბრაამმა ისააკს მთელი თავისი საბადებელი. იმიტომ რომ აბრაამმა ერთადერთ მემკვიდრედ ისააკი გამოაცხადა, იმიტომ რომ ღვთისგან აქვს ისეთი აღქმა. ხოლო თავის ხარჯების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა. ანუ ხარჯების შვილებს რო არის ლაპარაკი, გახსოვთ აგარზე რა წერია? აგარი იყო ხარჯა. ანუ აქედან კიდევ ერთხელ დასტურდება რომ კეტურა და აგარი ერთი და იგივე პიროვნება. და ამ შვილებს ესე იგი ამ 6 შვილს და მათ მონაგარს საჩუქრები დაურიგა, ანუ ხელცარიელი არავინ არ გაუშვია და გაისტუმრა ეს ადამიანი. დაურიგა თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისააკს. რომ მიხვდა რომ ამაგდან კეთილი ნაყოფი არ გამოვიდოდა არაფერი, შეირთეს ეს ქანაანელი ცოლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ამაზე წინა შეხვედრებში გახსოვთ ისააკზე რო ამბობსო. არავითარ შემთხვევაში მან არ უნდა მოიყვანოს ქანაანელი ცოლები. აქაც ჩვენ სადაც ხედავთ შეირთეს ქანაანელი ცოლები. ამიტომ ხდება რომ ამაგდან ხელი არ იქნება და პირდაპირ მოაშორა ისააკისგან შორს. მოაშორა ისინი ისააკს თავის ძეს და გაუშვა აღმოსავლეთისკენ და აღმოსავლეთის მხარეში. ეხლა მე გამიჭირდება ამ 6-ვე შთამომავლობის ჩამოთვლა, მაგრამ ვინც გამახსენდება გეტყვით. ესენი არიან წინაპრები, ინდოელების, ჩინელების და კიდე იმ ხალხის, ვინც ესეთ უკიდურეს აღმოსავლეთში ცხოვრობენ. ეს აი აქ ჩამოთვლილი ეს ხალხი არიან სწორედ მათი წინაპრები. ამით მთავრდება სხვათა შორის მთელი ისტორია. არსად ბიბლიაში მე ჩვენ მაგათ ისტორიებს ვეღარ წავიკითხავთ, რომ სად არიან და მასაკეთებენ ეს ხალხი. აბრაამის სიცოცხლის ხანი იყო 175 წელი. ეს უნდა დავწეროთ, იმიტომ რომ დაგჭირდება. ნახეთ. აბრაამი და 175 წლის არის. რატომ დავწერე იმასაც გეტყვით? პირველ რიგში გაგახსენებთ, რომ როდესაც ბიბლია ასახელებს გარდაცვალებაში რამდენი წლისა იყო, ბიბლია აქებს პიროვნებას. რა თქმა უნდა, აბრაამს რო შეაქებდა, ამაში ჩვენ ეჭვიც არ შეგვეყარება, იმიტომ რომ აბრაამის ნამის წინასწარმეტყველი ძნელად საქმელია წიგნში, წმინდა წერილში. მაგრამ აქ არის კიდე მეორე ამბავი. აქ არ არის ისტორიული ქრონოლოგიით დალაგებული მოვლენები. იმიტომ რომ ახლა ჩვენ აბრაამის გარდაცვალებისა და იმას წავიკითხავთ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ისააკს შვილები შეეძინება ამ დროს აბრაამი ცოცხალი. და ამიტომაც დავწერე, იმიტომ რომ იქ მე რაღაცებს მივაწერე, თქვენ რომ მივხვდეთ ეს თვალსაჩინოების პროექტს. აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც სიცოცხლა იყო 175 წელი. კიდევ ერთი რამ არის საინტერესო. როდის გამოარჩია ეს გვერდმა, გახსოვთ რამდენი წლის? 75 წლის. ამიტომაც ხშირად ადამიანები არიან ესეთი მაშინ, რომ 50 წელს გადაშორდა და რაღაც დროს ჩემი სიცოცხლე 75 წელი იყო აბრაამი, რომ კიდე 100 წელი იცოცხლა და აგერ რომ გვეგონა რომ 25 თავში პირდაპირ მის სიკვდილით დავიწყებდით, ცოლის მოყვანით დავიწყეთ ამბავი. ანუ ეს არის რაღაცა ის საფრთხო მადლმოსილება, რომელიც
აბსოლუტურად სხვა ჩვენს ლოგიკას ცდება. აღესრულა და მოკვდა აბრაამი თბილ სიბერეში. ესე ძალიან მნიშვნელოვანი მოხდია, იმიტომ რომ თბილ სიბერეში სიკვდილი რას ნიშნავს, რომ ვიღაცამ შეიძლება გითხრა დასვას, ჩვენ სიბერე ყოველთვის ჩვენი ასოცირდება რაღაცა ავადმყოფობასთან, მეგობრებასთან, ტკივილთან, აღარ შეგვიძლია ვეღარ აკეთებთ რაღაცას და ასე შეგვიძლია. განა აბრაამის ხორცი არ დაბერდებოდა ესე და განა მას არ ექნებოდა 20 წლის რო იყო მაშინ რო დარბოდა ახლა 75 წლისა ისევე რიბედა ამაში დარწმუნებული ვარ მე რა თქმა უნდა მაგრამ ლაპარაკი იმაზე არის რომ მისი თბილი სიბერე ის არის რომ ღმერთის აღქმები რაც მან მიიღო აბსოლუტურად ყველაფერი შესრულებულია ზუსტად იცის რომ მე მკვიდრე და ისე იგი აღქმული შვილი რომლისგანაც შემდგომ მესია და მცნელი უნდა განხორციელდეს ის დედამიწაზე ამიტომაც აბრაამი მიდის უკვე იმედით ანუ ადამიანს თუ კი არ აქვს იმედი ძალიან ცუდადაა მისი მდგომარეობა. როდესაც აქვს იმედი რომ მიუხედავად იმისა რომ ჯოჯოხეთში კი მივდივარ ახლა მე სხვა გზა არ არის 60 დაკეტილია ქრისტეს აღდგომამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდის აბრაამიც, სარაც და ისააკიც და იაკობიც სულ ყველა წმინდანები ჯოჯოხეთში მიდიან მაგრამ რა განსხვავება იყო მათსა და ცოდვილებს შორის იცი ესენი მიდიან იმედით რომ მე მივდივარ ჯოჯოხეთში იმედით რომ იქიდან გამომიყვანს მესია და მხსნელი რომელიც განხორციელდება და ვისაც არ ჯეროდა მესიასი და მხსნელის ის თავისთავად აქვე უკვე ჯოჯოხეთში იყო. აღესრულა და მოკვდა თბილ სიბერეში როგორც მოხუცებული და ხანსრული და შეერთო თავის ხალხს. შეერთო თავის ხალხს ესე ძალიან მნიშვნელოვანი მოხდია იმიტომ რომ აქ წინააღმდეგ ამბობა რომ ესე იგი მისი მამა რომელიც კერტაპანისცემილი იყო მან სიკვდილში მოინანია ერთი ღმერთი აღიარა და ამიტომაც ერი აბრაამი შეერთო თავის ხალხს მამამისი არის ლაპარაკი ასევე სინათლე დამარხეს იგი ისააკმა აი ნახეთ გამარეს აქ ისმაილზე დაწერილი იმიტომ რომ ისააკმაც მოინანია მამამისის წინაშე ის მამის საფრთხეებდა და ისააკთან ძმობა გააგრძელა და შეინარჩუნა ამიტომ ისმაილიც საწინასწარმეტყველო ხარისხში აკავს აყვანილი ბიბლიას მაგრამ ისმაილი საწინასწარმეტყველოში კი არა და ისააკზე წინ ყავს დაყენებული მუსულმანურ სამყაროს მუსულმანურ სამყაროს უბრალოდ სრულყოფილება არ აქვს მთელი ცოდნისა, თუმცა ისინი ერთ ღმერთს აღიარებენ და აღიარებენ სწორედ ისმაილისგან. ისინი ამბობენ, რომ აბრაამის აღქმის შვილი იყო ისმაილი და არა ისააკი. ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ. დამარხეს ისააკმა და ისმაილმა მისმა შვილებმა მახფელას გამოფაბულში, ამაზეც ვილაპარაკეთ, როგორ შეიძინა. ხეთელი ხეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე მამრეს გასწვი. იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეიწყიდა ხეთელებისგან იქ მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა და როგორც ჩვენ გადმოცემით ვიცით იქ მარხიან პირველი მშობლები აბრაამი და ადამი და ევა. აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი მისი შვილი დასახდა ისააკი ბერ ლახაიროის მახლობლად. აი პირდაპირ წერია აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისააკი. წმინდა წერილი გვეუბნება რომ აბრაამის მთელი უფლებები გადაცემული აქვს მას. განა მარტო ის რომ ქონება განკარგოს. საწინასწარმეტყველო მადლზე არის ლაპარაკი. აი სულზე არის ლაპარაკი, რომელიც სულითაც აბრაამი ცხოვრობდა, გადაცემული არის ისააკზე და ისააკი გახლავთ მამამთავარი აბრაამის ნაცვლად. მან უნდა უხელმძღვანელოს იმ ერთობას, რომელიც მორწმუნეთა ერთობაც არის შეკრებილი აბრაამის ოჯახის ირგვლივ. ნახეთ, 1:11 მუხლია, სადაც წერია რომ აკურთხა ღმერთმა ისააკი მისი შვილი აბრაამის შემდგომ და დასახდა ისააკი. ამის შემდგომ იწყება ნახეთ ეს არის მოდმა აბრაამის ისა ისმაილისა რომელიც უშვა აბრაამს აგარმა სარას მაქალმა. რატომ გადავდივართ ისმაილზე? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აქებს ბიბლია ისმაილს რადგანაც მან მოინანია და მამამისის დაკრძალვაში მიიღო მონაწილეობა და თავის ძმასთან ერთად დგას, ანუ ის სრულფასოვანი ოჯახის წევრი გახდა და აღარ არის ის ველური კაცი რომელიც ესე იგი დაპირისპირებული იყო ამ ოჯახთან. ეს არის ისმაილის ძეთა სახელები, მათი მოწმის და მიწოდების გამოწვევია 12 წლებში. ისააკის თავმავლობიდან იაკობსაც 12 ეყოლება და მთელი ებრაელობა ამ 12 კაცის გამოდის მე. და ამიტომაც მუსულმანები ამას ამბობენ სწორად რომ 12-ისგან რო არის ჩვენი ისმაილი 12 შვილზეა ლაპარაკი და არა იაკობის 12 შვილზე. ნუ ანუ ყველაფრის საბერძნეთ არ რაღაც ამის საქმე. სინამდვილეში ისააკი არის რა თქმა უნდა აღქმის შვილი. იმიტომ რომ პავლე მოციქულთან აი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერია პირდაპირ რომ
ერთი შვილი ყავდა ხევლისაგან, ერთი შვილი ყავდა დედოფლისგან და ესე ვთქვათ და ანუ მისი თანასწორისგან და რა თქმა უნდა ამ შვილი ეს იყო, იმიტომ რომ წინადაცვეთილებაში მას შეეძინა. აღთქმა როდის მიიღო წინადაცვეთილების შემდეგ, წინადაუცვეთელი იყო, როდესაც აღთქმა არ ჰქონდა მიცემული, როდესაც მას შეეძინა. ამიტომ შვილი აღთქმის შვილი ისააკი არის. ამას ძალიან კარგად განმარტავს პავლე. კი. ჩვენ მივალთ ამაზე აუცილებლად და ყველა სახელებს ჩამოვიწერთ მე ახლა. ეს არის უკვე ისააკის შვილი იაკობი, რომელსაც 12 ბიჭი ყავს. და ამ 12-დან მოდის მთელი ებრაელი ერი. და ყველა მიცოდა, ბოლომდე იცოდა ვინ ვისი შთამომავალი იყო. აი მაგალითად პირველ შვილს ქვია რუბენი და ყველაზე უმცროს 12-ში. პირველს ერქვა რუბენი და მე-12-ეს ერქვა ბენიამინი. ყველა ებრაელმა იცოდა რუბენის შთამომავალი იყო თუ ბენიამინის. ვთქვათ იქ შუაში იუდა ეს იყო თუ სიმონის. ლევის შთამომავალი თუ აუცილებლად მღვდელი იყო. შთამომავლობით გადადიოდა. ანუ ლევის შთამომავლობაში ყველა მღვდელი იყო მამაკაცი, ვისაც ნაკვლევანება არ ჰქონდა მაგალითად, იმიტომ რომ თუ რაღაცა ნაკვლევანი დაიბადა ცალთვალა ცალხელა ან ბრმა ხო რაღაცა ეგეთი სრულობა არ შეიძლება. თუ სრულყოფილი იყო ჯანმრთელობის მხრივ, ის აუცილებლად მღვდელი იყო. ეს ძალიან რეგულობდნენ წირს, ხო? სულ ყველა დაკარგულია ლევის გარდა. აირივნენ ერთმანეთში ამ მიგრაციების შედეგად და აღარ ახსოვთ უკვე, მაგრამ ლევის შთამომავლება იციან რომ ისინი არიან ლევის შთამომავლები. რატო? იმიტომ რომ ტაძარი რომ აღდგება იქ ვინ უნდა იმსახუროს? ლევის შთამომავლები. ანუ მეორედ მოსვლის წინ ისინი ტაძარს რომ ააშენებენ, ზუსტად ითქვა ესენი ლევის შთამომავლები რომ უფლება აქვს მსახურებისა და დააყენებენ იმ მსახურებას. ლევიტები არიან, ხო? კი, ლევიტები ასე იგი. აქ როგორ არის იცით რომ ლევის შთამომავლობაში უკვე თვითონ ამ შთამომავლობაში გაიყო ორად სამღვდელო დასი. აარონის შთამომავლები უშუალოდ მსხვერპლ შეწირვას აღასრულებენ, ანუ სამღვდელო მსახურებას და ლევის აარონი ლევის შთამომავალია თქო. მაგრამ აარონის შვილები მღვდელ მსახურებას აღასრულებენ და ლევის სხვა შვილები ტაძრის მსახურებას. ანუ რო წარმოიდგინოთ ეხლა რომ ვიღაცა მღვდელია, ვიღაცას ტიკავესან. აი დაახლოებით ესეთი ამბავი. მაგრამ ლევის შთამომავალობაშია სულ ყველა. სხვა მეტი არ ეხება არავინ ტაძრის მსახურებას. როგორ განისახა აბრაამი აერონების იყო და ისმაილის შთამომავლების მუსულმანობა არაბები არიან გასაგებია და ისეთი იყო. როგორ განისაზღვრა რომ ებრაელები სარწმუნოებრივად განისაზღვრა თუ ენა როგორ ჩამოყალიბდა სიტყვა ებრაელსაც შეიძლება. ებერიდან მოდის, იმიტომ რომ ებერი იყო დიდი ბაბუა აბრაამისა. ეს არის კაცი, რომელიც გადმოცემით ვიცით რომ მან არ მეიყო მშენებლობაში, ბაბილონის გოგოლის მშენებლობაში მონაწილეობა და ამიტომაც მის შთამომავლობას ებრაელები ეწოდნენ. ანუ ამ კაცისგან. აბრაამი მისი შთამომავალი ებრაელს, სხვა არავინ არ აქვს. ბატონო? ქართველები მოაქვს ებრაელები. კი, მაგრამ ჩვენ ნახავთ რომ სინამდვილეში ისინი ისრაელელები არიან და რატომ არიან მე ისრაელელები? იმიტომ რომ ისრაელი დაერქვა უკვე იაკობს, თვითონ რომლისგანაც 12 შვილი გამოვიდა. ამიტომაც ისმაილის შთამომავლები რატომ არიან არაბეთის ქვეყანა? იმიტომ რომ ეს ვიცით ზუსტად სად განლაგდნენ, სად ცხოვრობდნენ, როგორ იყვნენ და თქვათ იქედან ვინ არიან წამოსულები ვიცით და აქედან აბრაამის შთამომავლობიდან ვინ არიან წამოსულები ვიცით და აქედან გამომდინარე უკვე ეროვნებად მერე ყალიბდებიან ისინი. ენაც დღესაც მათი ენები ძალიან გავს ერთმანეთს. თუ არაბული იცის კაცმა ებრაულს ადვილად ისწავლის და პირიქით. ძალიან ადვილად სწავლობენ. მათი ენები ძალიან მონათესავეა, ძალიან ახლომდებები არიან ერთმანეთთან. კი, ისეთი ჯგუფია, რა თქმა უნდა. ეს თავისთავად ეს უფრო შორს უნდა წავიდეთ, მაშინ ნოესთან უნდა დავუბრუნდეთ, რომ სემიტური ჯგუფია, მაგრამ ძალიან ახლოს განან ერთმანეთთან. ეს თვითონ განისაზღვრა რჩეულობის მიხედვით, რომ ღმერთმა აკურთხა აბრაამი და ეს მისი შთამომავლობა, უბრალოდ აბრაამის შთამომავლობაში მე გაშდა, აგერ ხო ვნახეთ, რომ კიდე 6 შვილი შეეძინა, რომლებიც აღმოსავლეთით გაუშვენ მოაშორა და მაგრამ ისმაელი აღმოჩორებია. დარჩა და დასახდა იმ ანგლისით, რომელიც არის ლეონელი არაბეთი. თვითონ აბრაამის ეროვნება არის გასაგებული? არა. ისე ფაქტია, თერი აღმოსავლეთი აბრაამის შთამომავალი არის. ქრიანად აღმოსავლეთი საფარი. ინდოევროპის კი. ესენი ყველანი არა, ყველაზე ვერ ვიცით ესე, მაგრამ მე მაგიტობით არის ამის მიღებამეთში ყველასთან, ამ 6 შვილის შთამომავლები არიან, ბევრი აღმოსავლეთში რომლებიც წავიდნენ.
უკიდურეს აღმოსავლეთში. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, საიდან გიცდება კიდევ ეს ამბავი. ერთი ღმერთის შესახებ ცნება მათ რაღაცა მეხსიერებაში უნდა შემორჩენილი და თანამედროვე, ესე იგი, კვლევარები, რომლებიც იკვლევენ ამ რელიგიებს, აღმოსავლურ რელიგიებს, იქ ძალიან ბევრ საერთოს ნახულობენ აბრაამისეულ ღმერთთან. ძალიან ბევრ საერთოს ნახულობენ. საიდან ერთი საცხოვრობს, მეორე საცხოვრობს. მაშინ არ იყო ტელეფონი და ინტერნეტი, რომ აქ KGB-ში და იქ გამოგვექნებინა. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ მეხსიერებაში ამას ინახავდნენ. უბრალოდ გააუხმარდეს რაღაცა და სხვანაირად ასრულებდნენ ამ ყოველივეს და აქედან გამომდინარეობს. ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი მოდმის და მიხედვით. ისრაელის პირშო, ნებროთი, მერე კედარი, აბდელი, მიფსათი, მიშმატი, დუმა, მასკა, ხადადი, ხევა, იეტური, ნაფიში და კედმა. სულ რა ისინი არა ქვია. ეს სახელები ძალიან არაბულად დღესაც ესე ჟღერს. ესენი არიან ისმაელის ძეები, ეს არის მათი სახელები, მათ დაბებსა და ბანაკებში 12 ბელადია თავთავისი ტომისა. ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო 127 წელი. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიბლია რადგანაც ასახელებს მისი გარდაცვალების წლებს, ისმაელი ესე იგი მიღებულია აბრაამის ოჯახში. აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს. კიდევ ერთი დასტური. რას ნიშნავს შეერთო თავის ხალხს? ვინ არის მისი ხალხი? აბრაამია. ანუ აბრაამის წიაღშია. სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე. აი ნახეთ გეოგრაფიული ადგილია დასახელებული, სადაც სახლობდნენ. და ამიტომაც ზუსტად ვიცით, რომ მერე ჩვენ ნახავთ ისააკი რო აკურთხებს თავის ორ თუბ შეძინება ისააკს იაკობი და ესავი რო აკურთხებს იაკობს და რო აკურთხებს ესავს, აი ამ კურთხევით რას ნიშნავს, რომ ერთი ესავი მერე ისმაილის ესენი არიან ის არაბები, ვისაც უკვე მოგახსენეთ. და ნახავთ როგორ კურთხევასაც და რომელიც დღესაც სრულდება. აი დღესაც თქვენ თვალწინ დაგეხატებათ ეს, რომ რამდენი საუკუნის უკან ისააკმა რაღაცა უთხრა თავის შვილს და ესე ხდება დღეს. ძალიან საინტერესოა. სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე ეგვიპტის გასწვრივ. პირდაპირ წერია სადაც სახლობდნენ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განაგებდნენ. აჰა ისააკის მოდმა, აბრაამის ძისა. ეხლა უკვე გადავდივართ ისააკზე. აქ დამთავრდება ყველაფერი, გადმოვინაცვლეთ ეხლა ჩვენ ისააკზე და აცი იქნება სულ ისააკის ოჯახზე ლაპარაკი. აღარ შევეხებით ეს უბრალოდ მოკლე აღწერა იყო თუ რა მოხდა იმ სხვა ცოლებთან და შვილებთან, რომელსაც აბრაამს ასე უძირითადად ჰქონდა. აჰა ისააკის მოდმა, აბრაამის ძისა, აბრაამმა შვა ისააკი. 40 წლისა იყო ისააკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა. შუა მდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და. ნუ ეს მოვყევით ვინც არიან ეს ხალხი. ძმისშვილები და ძმისშვილიშვილები. ევედრებოდა ისააკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერცი იყო და უსმინა ამას უფალმა და დაორსულდა რებეკა მისი ცოლი. რა საინტერესო ამბავია, ნახეთ, წინასწარმეტყველი ასეთი წმინდანია აბრაამი და რამდენი ხანი შვილი არ აქვს. ასევე წინასწარმეტყველი აკურთხა ღმერთმა პირდაპირ წერია იმაზე ისააკზე და შვილი არ აქვს. აბა ძალიან საინტერესო ხსნიან მამები. იცით როგორ არის, რომ ყველა ესეთი შვილი, რომელიც ლოცვით არის გამოთხოვილი, მე რაღაცა განსაკუთრებული შვილები არის. და აქ რაზე ლაპარაკობენ იცით წმინდა მამები, როდესაც ახალგაზრდები ქორწინდებიან, მათ უფრო მეტად ერთმანეთისადმი ჟინი აქვს, მოთხოვნილება და რაღაცა ეცემიან ერთმანეთს, მოკლედ აქ არ არის ფიქრი იმაზე, რომ შენ ეს საკითხი გარდა იმისა, რომ რაღაცა ნება გოგოქრობ შენში და ნებისმიერ გარდა ამისა არ ფიქრობ არაფერზე. როცა უნდა ფიქრობდე იმაზეც, რომ ცოლი რომელთან პირდაპირ კურთხევაა, აღორძინდით, გამრავლდით და ავსოთ ქვეყანას. გამრავლდით რო არ ეწეროს, მაშინ ერთი შვილი საკმარისი იქნება. მაგრამ რადგან წერია გამრავლდით, ნიშნავს, რომ ორი და მეტი შვილი უნდა გყავდეს, იმიტომ რომ ორი გამრავლებას არ ნიშნავს. ამიტომაც ჩვენ როდესაც ამ ასეთ საკითხებზე ვკითხულობთ, ნახულობთ, რომ განსაკუთრებული შემთხვევებია, მაგალითად აბრაამი როგორი ლოცვის შედეგად შეეძინა მას ისააკი და ვინ არის მერე ისააკი. წავიკითხავთ ჩვენი ცხოვრებას. ისააკი ნახეთ, მთელი 20 წელი არ შეეძინა მას შვილი. მოყვანილი ყავს ცოლი და 20 წლის განმავლობაში, ანუ ყველანაირი ის ჟინი, რაც ცოლქმრულ ურთიერთობას თან ახლავს,
პირველ წლებში თაფლობისთვის უწოდებენ და ასე შემდგომ რაც ახლავს ეს ყველაფერი გავლილია, ეს ყველაფერი დამცხრალია და უკვე ცოტა ცივი გონებით ადამიანი მისულია და ღმერთს ევედრება რომ აი ცოლი მყავს და შვილი მინდა რომ გაუმრავლდე, მინდა რომ აღთქმა შევასრულო. ანუ ეს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა. ამიტომაც მერტი რო ასე ყველაფერს მაშინვე იძლეოდეს, ასაც არ ითხოვ. საერთოდ ფასი დაიკარგებოდა ყველაფერს შემდგომ, ჩვენ უმანდულობაც რო გახასიათებს ყველაფერთან ერთად. ამიტომაც აი ეს ლოცვის მდგომარეობა ის ღმერთს კი არ მოსწონს რომ ვიღაცა იტანჯება და ვიღაცა ითხოვს და ვიღაცა შეიძლება ცრემლით. არა. უბრალოდ ესეც შენი ცოდნა არის სულიერ. ამიტომაც ისააკისთვის ეს მდგომარეობა რომ ევედრებოდა ისააკი უყავს თავისი ცოლისთვის, რადგან ვერცი იყო 20 წელი ევედრებოდა, იცით რა ნიშნავს? ისააკის ძალიან დიდ პიროვნებაზე მიანიშნებს, იმიტომ რომ ჯულის მიხედვით ადამიანს, რომელსაც არ შეეძინებოდა შვილი, ცოლი მოიყვანა ხო და არ შეეძინა შვილი. 10 წლის შემდეგ უფლება ჰქონდა რომ გაეშვა ეს ცოლი. ეთქვა რომ აბა კარგად იყავი, შენ ეს სხვა ცოლი უნდა მოიყვანო, იმიტომ რომ შენ შვილი არ აქვს. სრული უფლება ჰქონდა ამაში რა, ვერ ცოლის ოჯახი ვერ გაამხნევდა და უნდა წაეყვანათ ეს ქალი თავისთან, თუ თვითონ მოიგონდა რომ დარჩებოდა რომ კაი არ მიცხოვრებ როგორც ხევალი იქნებოდა იქ. თორე და ის ხალხს მოიყვანდა და მასთან იქნებოდა და ცოტა მკაცრია ეს მესმის და არ არის შეიძლება რაღაცა ჰუმანურად არ ჟღერს დევანდელი ხარ 21 საუკუნის განუსახედიდან, მაგრამ ასეთი იყო წესი. ამიტომაც ისააკის ეს 20 წლიანი ვედრება კიდევ ერთხელ ადასტურებს ისააკის განსაკუთრებულ სიყვარულს. უსვინა მას უფალმა და დაორსუნდა რებეკა მისი ცოლი. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში. და თქვა ქალმა, თუ ასია, რიღასთვის ჩამესახნე და წავიდა უფლისათვის შესაკითხად. რა საინტერესო მუხლია ეს ამბავი. ეჯაჯგურებოდა ეს ორი შვილი მის მუცელში, მოკლედ, როდესაც ეს ორსულ აღარ ალბათონები ვინც არიან, მათ შეიძლება შვილები ვისაცხავთ, იცოდინებათ, რომ როდესაც მუცელში რაღაცა მოძრაობებს აკეთებს ბავშვი, პირველად ამ სიცოცხლის ნიშნებს რომ გამოხატავს და რაღაცას ხელებს და ფეხებს იქნავს, რამხელა სიხარული არის ეს. ძალიან დიდი სიხარულია მშობლებისთვის. დედასაც უხარია და მამასაც უხარია. მაგრამ აქ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. აქ ესე იგი მიხვდა რებეკა რომ აქ ჩვეულებრივი ის არ არის რომ მუცელი იძრავა, ასე არ ეძახიან ჩვენთან, მუცელში იძრავა. ყოფილი იქ რაღაც ჭუბია. ხო, არა სერიოზული ჭუბია და შეეშინდა ამისთვის რომ თუ ასეა ხა ჯერ კიდევ მუცელში თუ ერთმანეთის დახოცვას აპირებენ რომ ვარ დაგავ. რატომ ჩამესახნენ საერთოდ რებეკა წავიდა ღმერთთან შესაკითხად. რა საინტერესოა, აი როგორია საწინასწარმეტყველო სული. წინასწარმეტყველის ცოლი მის სიმაღლეზეა. ღმერთთან შესაკითხად მიდის, ვისთან მიდის? როგორ უნდა შეეკითხო ღმერთს? მაშინ როგორ ქონდა ამის საშუალება? წინასწარმეტყველი მამამთილი ყავდა სახლში და შეეკითხებოდა რა პრობლემა. მაგრამ არ წერია რომ ის ა ブラ ამთან მივიდა. ხო ძალიან. არც ისააკთან არ მისულა. თავისი ქრისტეს ეკითხა, ისიც ხო წინასწარმეტყველი. მაგრამ არ წერია რომ არც ისააკთან არ მისულა. რატომ იცით? მიზეზი ამისა რა არის? იმიტომ რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. არა, მართლა ასია. რეალურად ასია. მაშინ სად წავიდა რებეკა ისმის კითხვა. მელქისედეკთან. ახსოვთ მელქისედეკი? ა ブラ ამი რო შეხვდა და მეათედი რო შესწირა. მელქისედეკ ნიშნავს სალემის მეფეს, ანუ იერუსალიმის მეფეს, რომელიც იყო მღვდელი უკუნისამდე. ესე წერია მის შესახებ. მაღალი ღმერთის მღვდელი. ვინ არის ეს პიროვნება? კიდევ ერთხელ გაგახსენებთ. ეფრემ ასული წერს, ეს არის ნოეს შვილის სემი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. და მე თქვენ აქ შკალა რო წარმოგიდგინეთ, ვინ ვის მოესწრო, იქედან ჩანს რომ სემი ამ დროს ცოცხალია. ამიტომაც მიდის ის სემთან და უთხრა უფალმა, როგორც ეს გარდამოცებით ვიცით ჩვენ და აქ არ წერია ეს ამბავი. უთხრა უფალმა ანუ სემის პირით, მელქისედეკის პირით პასუხობს. ორი ხალხია შენს მუცელში. ორი ტომი გამოვა შენი საშოდან. ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროს დაემორჩილება. წინასწარმეტყველება ფაქტურად ამ ტყუპების შესახებ. მოაწია მშობიარობის ჟამმა და 10 ტყუპები არიან მის მუცელში. გამოვიდა პირველი სულთლად წითელი და თითქოს ტყავქუჩით შემოსილი. და დაარქვეს მას სახელად ესავი. და გამოვიდა მერე მისი ძმა
ხელი ესავის ქუსლზე ქონდა მოჭიდებული და დაარქვეს მას სახელად იაკობი. 60 წლის აიყო ისააკი მათი შობისას. მოკლედ დაიბადნენ ხუპები. ესავი და იაკობი. ესავი არის აბსოლუტურად წითელი და ყავფუჩით შემოსილი ნიშნავს იმას, რომ ბანჯგვლიანია მთლიანად, ანუ რომ ველური კაცია რა, რაღაც ესეთი შეხედულება აქვს. მეორე არის იაკობი. მე გითხარით, რომ მაშინ სახელებს არ ქმნიდნენ დედები, წინასწარმეტყველის სულით. ესე იგი ავსებული დედები. ამიტომაც ესავი ამასაც ნიშნავს, ტყის კაცს ნიშნავს და წითელს ნიშნავს. უბრალოდ ედომი ნიშნავს წითელს, იმიტომ რომ ესავ შემდგომში ედომი დაერქმევა და იაკობს შემდგომში ისრაელი დაერქმევა. იაკობი ნიშნავს მატყუარას, ესავი ნიშნავს ესე იგი როგორც გითხარით უკვე წითელს. და ედომი ნიშნავს წითელს და ამიტომაც ეს ორივე სახელი საწინასწარმეტყველო სახელია მასზე, რომელიც განხორციელდება შემდგომში და ჩვენ ნახავთ რატომ. აი სახელებზე რომ ვიყავით კეთილად და აგარიმეთი, ჩვენ ნახავთ რომ მე როცა შეიცვლება იაკობი მართლაც ასია. მართლაც მათყუარა თულა დაერქვა, ის მოაწყობს თავის მამას. და ამიტომაც დაერქვა მას მათყუარა, მაგრამ როგორც კი მას ღმერთთან შეხვედრა ექნება, ამის შემდგომ გადაერქვა სახელი და დაერქვა ისრაელი. ღმერთის მხილველი, ღმერთთან მებრძოლი, ღმერთის წინ მდგომი, აი ბევრნაირად ითარგმნება მისი სახელი. ამიტომაც იაკობი არავითარ შემთხვევაში არ წარმოიდგინოთ მხოლოდ ის რომ მათყუარად დარჩა და ეს არა, უბრალოდ მოხდა ესეთი ფაქტი და ამიტომ ეს საწინასწარმეტყველო დათმობი სახელია. წამოიზარდნენ მაწვილები და შეიქმნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები. აი რა საინტერესო რამე. ეხლა უნდა ვნახოთ ჩვენ აქ რო გავადგინოთ რაღაცა. 60 წლის იყო ისააკი. ისააკი იყო 60 წლის, როცა დაიბადნენ ხუპები. ისააკი რო შეეძინა აბრაამს 100 წლის იყო. ესე იგი აბრაამი ხუპებს მოესწრო. განამარტო მოესწრო. 15 წლისანი იყვნენ ხუპები, როდესაც აბრაამი გარდაიცვალა. ამიტომაც გითხარით, რომ ბიბლიაში ისტორიული ქრონოლოგიის მიხედვით არ არის მოთხრობილი ამბები. რატომ გავამახვილე ახლა ამაზე ყურადღება აუცილებლად მოგიყვებით, იმიტომ რომ ესავი ველური კაცი იყო, წერია და მონადირე შეიქმნა და იაკობი კარვების კაცი. რას ნიშნავს კარვების კაცი? იცით? აბრაამთან ერთად იჯდა და ჟურს სწავლობდა. აბრაამის მუხლებზეა გაზრდილი იაკობი, ამიტომაც არის იაკობი. მე შემდგომში უკვე ვნახავთ მის საოცარ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ესე იგი წამოიზარდნენ მაწვილები, შეიქმნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი, ანუ სუთხეში გარბოდა, ნადირობდა, ებზაობდა თუ რა ვიცი ასაკეთებდა და იაკობი იყო სრული კაცი, კარვებში მცხოვრები. ანუ იაკობი დღევანდელი გაგებით იყო დედიკოს ბიჭი, რომელიც საერთოდ არ გადიოდა. დედას კალთაზე იყო ჩაჭიდებული, აბრაამი მას ჟურში ამეცადინებდა და ასწავლიდა და რა იყო საფრთხოს ჯული ამის შესახებ ელაპარაკებოდა. ესავს როცა ეთყოდნენ, მოდი შენც გასწავლე, ესავ იყო მოიცა კაცი რა უნდა მასწავლო, ერთმა მემკვიდრე უნდა ვინადირო და დღეში გარბოდა სულ. დედას არ უჯერებდა. უყვარდა ისაკს ესავი, ანუ მამას ესავი უყვარდა, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი, ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. ნახეთ რა წერია, რას ნიშნავს ნანადირევი იყო მისი საჭმელი. ისაკს როგორც წინასწარმეტყველს იცის ახლა დაახლოებით რა მდგომარეობაც არის მის შვილებთან მიმართებაში, მაგრამ მაინც ესავზე რაღაცა გარკვეულ იმედებს ამყარებს, რადგანაც მან კარგად შეისწავლა ნადირობა და ზუსტად იცის ცხოველი როგორ უნდა დაკლას. შვილის მიხედვით იცოდნენ, რომ თითოეული სისხლის წვეთი უნდა გამოდინებულიყო. თუ ცხოველი ესე არ იქნებოდა დაკლული, ებრაელები დღესაც არ ჭამდნენ. ხო, გამორიცხულია ებრაელებმა ვიღაცის დაკლული ესე სადღაც ბაზარში ისინი არ დადიან ესე კაშები ებრაელები, ვისაც ქვენ ჩვეულებრივ პროცესი არ დიდოდნენ. ზუსტად უნდა იცოდეს როგორ დაიკლა და რა ვითარებაში დაიკლა, იმიტომ რომ ერთი წვეთი სისხლი არ უნდა ეთქვათ. ამიტომაც ისააკი ამას თვალს ადევნებს, რომ ესავი ამ წესებს იცავს, რაც მამამ ასწავლა, რომ ეს უნდა დაიკლას, რომ იქ რაღაცა ბავშვების გამარ შეიძლება იქ რაღაცა დროინადირების მაშინა თუ სისხლი არ დაიღვარა ესეთი რამ სახლში არ უნდა მოიტანოს და ამიტომაც მოსწონს თან ნანადირების ჭამა უყვარდა.
ისააკსო წერია და პირდაპირ მოკლედ მინიშნება რომ უყვარს, რადგან ნანადირები ყურს, ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. ნუ ეხლა დედისთვის ძალიან ძნელია შვილი რო დღეშია, მთელი დღე გავარდნილი, ხომ არ თალია? და შვილი რომელიც აქ არის და უზის და უვლის და ეფერება და უჯერებს გათავარია და დედას საქმეში ეხმარება. ნუ რა თქმა უნდა დედისთვის ეს ძალიან დიდი ნუგეშია და ძალიან დიდი შეღავათია და შესაბამისად რებეკასთვის იაკობია ამ განსაკუთრებული. მოამზადა იაკობმა შეჭამანდი და ესავის დაბრუნდა ველიდან დაღლილი. ანუ ამბავია პატარა მოთხრობელი და ამით თავდება 25-თან. მოამზადა იაკობმა შეჭამანდი და ესავის დაბრუნდა ველიდან დაღლილი. უთხრა ესავმა იაკობს, შემახრიპე წითელი. ნახეთ როგორ ხაზგასმული. რას ნიშნავს წითელი? ოსპი შეჭამანდი გამზდა, ოსპი წითელი ფერის ხო არის? ნატალია რო ოსპი რასაც. ხო, ოსპი შეჭამანდი რომელიც არის წითელი ფერის და ესავის შესახებ ამაზეა სწორედ ლაპარაკი, რატომ იყო ის წითელი და რატომ იწოდა ამ წითელი, იმიტომ რომ სისხლი მოსწონდა, რატომ ნადირობდა, აი სისხლის გამოდინება მოსწონდა თვითონ ეს პროცესი. ჩვენ მერე ვნახავთ რომ ესავი ჩვეულებრივი ყაჩაღი გახდება. და ისა ყაჩაღობს და ხალხს ხოცავს და ათასუბედურობა ჩადის. ამიტომაც მისთვის ეს ჩვეულებრივი სისხლის ყურაზე მოკლედ ხელი არ კანკალდება და ართვალს არ დახუჭავს. ეხლა მე მახსენდება რაღაც ერთი პატარა ოპერაცია დამჭირდა და ჩემი მეგობარი არის მოწვალი ეს არ დავასახელო სახელს საყვარს და შემოვიდა ჩემს არახავად და მოვიდა და დამადგა თავზე. ამ დროს მოვიდა ექიმი ჭრილობა უნდა დავამუშავო. კი ბატონო, იმას უთხრა რომ მამაო თქვენ როგორ გაბრძანდებით? არა ვიქნები და ხო გასცე და გახსნა ეხლა ჭრილობა როგორც კი დამუშავება დაიწყო უცბად ბრახვან რაღაცა ხმაგვეს ეს ჩვენი მამაო გაგორდა ძილს და კაცო ძილს მოასულიერეს კიდე კაი თავი არაფერ დაარტყა იყო ერთი ამბავი ხო გითხარი გადი გარეთ რა აგინდოდა მეუთხარი ესე გამახსენდა ეხლა რომ ესავს სისხლზე მოკლედ გული არ უჩილდებოდა და ამიტომაც ნახეთ როგორ წერია პირდაპირ მიმართავს იაკობს შემახრიპე წითელი ეს შემთხვევითი არ არის წმინდა წერილში რო წერია რატო არ უნდა რომ მაჭამე გოსპი რა რა ვერ ხდება რომ არა შემახრიპე წითელს მოწყურებული ანუ სისხლს მოწყურებული კაციაო ამაზე მიგვანიშნებს ამ შემთხვევაში ბიბლია შემახრიპე წითელი ეგ წითელი კიდე მეორდება სიტყვა ეგ წითელი რადგან დაღლილი ვარ ამიტომაც ეწოდა სახელად ედომიო ესავს ეწოდა ედომი წითელი წითური უთხრა იაკობმა ნახეთ იაკობი როგორი მოხერხებული კაცია უთხრა იაკობმა ახლავე მომხიდე შენი პირმშოება და თქვა ესავმა სიკვდილის პირას ვარ და რაღაც მინდა პირმშოება რას ნიშნავს პირმშოება მიუხედავად იმისა რომ ტყუპები არიან ესავი პირველად დაიბადა პირველი ესავი გამოვიდა შესაბამისად მემკვიდრე ერთი ხდება ორი მემკვიდრე არა მემკვიდრე ერთია აუცილებლად მამის ლოცვა-კურთხევა გადავა ერთზე პირველზე რომელიც არის პირმშო ამიტომაც ეს იცის იაკობმა და მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს იცის ესავმა მაგრამ უკაცრავად და საერთოდ არ ადარდებს არ ანაღლებს მას ეს პირმშოობა იმიტომ რომ ის არაპირებს ამ ცხოვრების წესით ცხოვრებას რასაც ისინი აბრაამი მათ ასწავლიდა მას ეს საერთოდ არ ანაღლებს მისთვის ეს ჯული და ეს კანონები ნაკლებ მნიშვნელოვანია ამიტომაც სულ ერთი ამის აი სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ამიტომაც დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრათ ხოლმე რაღაცა ესე არ შეიძლება რაღაცების წამოსროლა იმიტომ რომ ღვთის წინაშე ყოველ სიტყვაზე ჩვენ პასუხი მოგეკითხება პირდაპირ წერია წმინდა წერილს წერია ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებთ ამიტომ ეს რაღაცა წამოსროლილი სიტყვები რომ ერთხელ ჩემთან იყო მოსული ჩემი მეგობარი და მეუბნება რომ ჩეჩენი რაღაცი მყავსო ხო და დედა მყავსო ქართველიო ამ ჩეჩენს და მონათლულია ეს ბიჭო დედამისმა მონათლაო ბავშვობაში და ქრისტიანი და ქრისტიანობის გაზრდილია საქართველოში ხდება ეს ხო და მამამისო დიდი ფული აქვს და ეუბნება რომ თუ მუსულმანობასო მიიღებ მეო შენო რაღაცა ფულსო მოგცემ რა უნდა ქნასო ხო და მე უღიმია შენ როგორ ფიქრობ ხე რა უნდა ქნასო არა ჩვენ ხე რაზე მოვედით ეს თო მუსულმანობასო კი მიიღებს მაგრამ ისეო გარეგნულად შინაგანად კი არ მიიღებს მუსულმანობას მე ვთქარი კაცო ამის გულისთვის ხალხი ჯვარზე გადიდა და გილიოტინაზე გადიდა თავჭრიდან რომ
სიტყვით რო ეთქვა, წმინდა გიორგის რო ეთქვა, ხო, კაი, თანახმოვარ რა, რასაც იცავ. რა, მაგრამ გულში მე სხვანაირად ვფიქრობ. გამოდის რომ ესენი სულ გიჟები ყოფილან მაშინ ვის თავი გასწირეს ეხლა და შენ ყოფილხარ ჭკვიანი მარტო იმიტომ რომ მამამისმა ფული დაუწოვოს დააჯანმრთელობდნენ. ამიტომაც თითოეულ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენთვის ძალიან დიდი ფასი უნდა გქონდეს ქრისტიანობას და ასე მოსროლ არ უნდა მაინც ხვდები ეხლა და რა აზრი აქვს ჩემთვის ეხლა ესავე როგორც ამბობ რა ფილმშოებაზე მელაპარაკები მშიერი კუდები და თუ მისთვის ასე იული დასათმობია ეს ფილმშოება რომელიც საფრთხო მადლის მატარებლობას ნიშნავს, იმიტომ რომ რა უნდა გადასულიყო მასზე საფრთხო მადლი ისააკისა და ის უნდა ჩადგომოდა როგორც სულიერი წინამძღვარი თავის დიდ ოჯახს. და თუ მისთვის ეს სულ ერთია, და თუ მას ეს შეუძლია რომ ოსპის სულში გაცვალოს, ესეთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ერისმეტაური. ამიტომაც ვერც გახდება ესავე ერისმეტაური, ამიტომაც იაკობი მიიღებს ამ კურთხევას, თუმცა კი მოტყუებით. მაგრამ ჩვენ ამას შემდეგ თავში წავიდეთ. უთხრა იაკობმა, ახლავე შემომფიცე. ნახეთ, იაკობი ისეთია, მოხერხებული კაცი. შემომფიცე, იმიტომ რომ მერე სათქმელი ქონდეს. და შეფიცა და მიყიდა იაკობს პირმშოება. მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვი შეჭამამდე. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ანაღლე, აი არა დარდო, ჭამა, სვა, ადგა წავიდა. ჩამოთვლილია პირდაპირ. არა ჩააგვესალმო პირმშოება. რატომ წერია რომ ჭამა სვა ადგა და წავიდა? სპეციალურად არის ეს მინიშნება გაკეთებული, რადგანაც ადამიანმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რომ ჭამს, რატომ ჭამს, რომ სვამს, რატომ სვამს, როდის უნდა ადგეს და როდის უნდა დარჩეს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ესავისთვის ესე არის. ესავისთვის ერთი მთავარი იყო, მას უნდა წითელი მიიღო წითელი. ამიტომ ჭამა, გაძღა, ადგა და წავიდა. ასე არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი. ამიტომაც ბიბლიაში არც ერთი სიტყვა არ არის შემთხვევითი. რა თუნდა ამას თქვა დაწერდა ერთი რომ შეჭამა და წავიდა, მორჩა არა, ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ეს ჩამონათვალი, იცოდეთ რომ არავითარ შემთხვევაში შემთხვევითი დაწერილი სიტყვები არ არის, მოვლენების აღნიშნული კი არ არის ეს რომ ამ თანმიმდევრობით მოიქცა რომ ჯერ შეჭამა, მერე დალია, მერე ადგა და მერე არა. ეს იყო ამ კაცის სულიერების გამომხატველი. რომ ეს კაცი რისთვის ცხოვრობდა და რა უნდა ამ ხანას. და პირიქით, რა უნდა იაკობს, რომელიც როგორც უკვე მოგახსენეთ, აი ამ ასაკების გათვალისწინებით უკვე 15 წლისანი არის, როცა ა ブラ ამი გარდაიცვალა და იაკობმა უკვე კარგად იცის ჯულში განსწავლული პიროვნებაა და ზუსტად იცის რა უნდა თავის ცხოვრებაში და რატომ ითხოვს ის პირმშოებას. ასე დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი 25 თავი.